შვედური ფინტექ კომპანია Klarna, რომელიც საკრედიტო სერვისების ბაზარზე ოპერირებს და ძირითადად მომხმარებლებს BNPL-ის სერვისს თავაზობს, ემზადება არც მეტი არც ნაკლები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დებიუტისათვის აქ საუბარი გვაქვს IPO-ზე, რომელიც სავარაუდოდ ძალიან მალე შედგება და ამ IPO-ს შედეგად ალბათ უკვე კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია გახდება 14 მილიარდი დოლარი. ეს Klarna-სათვის არ იქნება ყოველთვის რეკორდული კაპიტალიზაცია, რადგანაც ჯერ კიდევ პანდემიამდე პერიოდში მისი შეფასება 45 მილიარდს აღწევდა, თუმცა მას შემდეგ სწორედ პანდემია დაიწყო, რომელმაც Klarna რთულ ფინანსურ მდგომარეობამდე მიიყვანა, აქ Klarna გამონაკლისი არ ყოფილა, ამის ყველა კომპანია ზუსტად იგივე ბედი შეეხო და ამაში გასაკვირია პრინციპში არც არაფერი არ არის, მაშინ კრედიტების დეფოლტის მაჩვენებელი იყო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ვინაიდან ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები, ზოგიერთი მათგანი საერთოდაც ჩაეხსნა ყველაფერს და შესაბამისად კრედიტის გასტუმრების საშუალება და რეალური, ასე ვთქვათ, რესურსები უბრალოდ პლანეტის მასშტაბით არ არსებობდა. მოკლედ, Klarna ემზადება ამ IPO დებიუტისათვის, რომლის შედეგადაც კომპანია გეგმავს დაახლოებით დამატებით მილიარდი დოლარის დამატებითი სააქციო კაპიტალის მოზიდვას, რომელიც უნდა მოხმარდეს ბიზნესის განვითარებას და ახალი სერვისების შეთავაზებას. თავად ეს სერვისი საკმაოდ პოპულარული არის, როგორც ამერიკაში, აგრეთვე ევროპაში, საქართველოშიც გვაქვს ანალოგები და მას მომხმარებლები აქაც აქტიურად იყენებენ და ამიტომაც ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ. მე პირადად იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კომპანია იყოს საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი, ვინაიდან მისი ბიზნეს მოდელი თუ კი სწორად არის იმპლემენტირებული, ნამდვილად კარგად მუშაობს. და რა არის თვითონ Klarna? ეს პლატფორმა და თვითონ კომპანია, რომელიც მომხმარებელს BNPL სერვისის შეთავაზებით გაეცნო, სწორედ ამ მომსახურებით გახდა მსოფლიოში ასეთი პოპულარული. ის 2005 წელს შეიქმნა და დღესდღეობით 26 ქვეყანაში 111 მილიონ ადამიანს ემსახურება. Klarna-ს სერვისი, ამ შემთხვევაში BNPL-ი, რაც გულისხმობს, იყიდე ახლა გადაიხადა შემდგომ აი საკრედიტო ან ნაწილ ან განაწილებით გადახდა საქართველოში, ჩვენთვის ეს ტერმინები უფრო ცნობილია. უფრო სწორი იქნება ასე თქმა. ამ სერვისის მიღება 790,000 სავაჭრო ობიექტში არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ თავის დიდების ზენიტში Klarna ნამდვილად აღარ არის, თუმცა ფინანსური ვითარება კომპანიას ცუდი მაინც არ აქვს. ივნისის თვეში, როცა კომპანიამ ფისკალური წელი დაასრულა, შემოსავალმა 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 17%-ია. რამ გამოიწვია კომპანიის პოზიციონირების ისევ გაგრძელება, რატომ ახერხებს კომპანია, რომ ისევ იყოს აქტიურად ბაზარზე წარმოდგენილი და მომხმარებლისთვის ასეთ სასურველ კომპანიად დარჩეს? ამის მიზეზი უპირველეს ყოვლისა არის სტრატეგიული პარტნიორობების შეთანხმებები, რომელიც Klarna-მ გააფორმა Walmart-თან, IKEA-სთან, Apple-თან და H&M-თან. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს, რომლებიც გამოიყენებენ საკრედიტო ბარათებს, სწორედ ამ უმსხვილეს პლატფორმებზე შეეძლებათ შეძენა პროდუქტის. აღსანიშნავია ასევე ის, რომ BNPL, რომლითაც Klarna პოპულარული გახდა, არ არის ერთადერთი შემოსავლის წყარო. ბოლო პერიოდში კომპანია მიხვდა, რომ ეს კონკურენციის ზრდის ფონზე ეს ვერ იქნება ყველაზე მომგებიანი გზა და თუ უნდა განვითარება Klarna-ს, მან უნდა დაიწყოს დივერსიფიცირება და დივერსიფიცირება ვიხილეთ კიდეც. ამ შემთხვევაში შეგვიძლია გავიხსენოთ ხელოვნური ინტელექტით ვაჭრობის მიმართულებით ახალი სერვისების შეთავაზება მომხმარებლებისთვის და ვიზასთან პარტნიორობით განახლებული ფორმატის საკრედიტო ბარათების გამოშვება.